დღეს საქალაქო სასამართლოში ერთი თვის წინ გლდანში მომხდარი დროშების ინციდენტში მონაწილე ლეიბორისტული პარტიის წევრების საქმეების განხილვა მოხდება. საუბარია არჩევნებამდე 2 კვირით ადრე მომხდარ ინციდენტზე, როდესაც სამოქალაქო აქტივისტებმა გლდანში ქართული ოცნების დროშების ნაცვლად საქართველოს დროშები აღმართეს. ადგილზე კი სამოქალაქო აქტივისტებს რამოდენიმე პირი დაუპირისპირდა. დღევანდელ პროცესზე პარტიის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს და სასამართლოს ეზოში საქართველოს დროშა აღმართეს. ეს სასამართლო აღარ არის სამწუხაროდ, ეს არის ქცეული ქართული ოცნების შტაბაც, ქართული ოცნების პირადი ნოტარიუსებისგან აქ, რომლებიც აპრაობენ ყველაფერს, რომლებიც ჯიან მოქალაქეებს. შესაბამისად ჩვენ აი ამ დროშას აღმართავთ სწორედ სასამართლოს შემოსასვლელში იმის ნიშნად, რომ ეს შენობა გადაქცეული არის სამწუხაროდ ქართული ოცნების შტაბაც. და სწორედ აქ იწერება ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც აზიანებს დემოკრატიას, რაც ანადგურებს სამართლიანობას ქვეყანაში და სამაგიეროდ უნარჩუნებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას დროებით, მაგრამ ეს ყველაფერი არის დროებით, ეს დროშაც არის აქ დროებით. აუცილებლად ყველაფერი ჩადგება თავის ნორმაში, ეს დროშა აქედან ჩამოიხსნება და აქ აიღმართება საქართველოს დროშა. ერთი საქმე იყო და ორად გაიყო. ესე იგი, ერთ ნაწილში თვითონ ახალგაზრდები უნდათ რომ ცნონ სამართალდამხვევად, ვითომ მათ არ დაემორჩილენ პოლიციას და პოლიციას მიაყენეს შეურაცხყოფა და იქ ედავებიან მათ და მეორე ნაწილში თვითონ ეს ახალგაზრდები ცნობილი არიან დაზარალებულებად, რადგან ქართული ოცნების აქტივისტებმა მათ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. თვითონ ახალგაზრდები დაბარებულები არიან ეხლა და პირველად ეხლა იწყება ამ საქმის განხილვა. აქამდე მხოლოდ დაიკითხენ მაგის მოსამართლესთან და ჩვენება მიწეს მოწმის სახით და წესი დღეს უნდა დასრულდეს საქმის განხილვა და დღესვე უნდა მოისმინოთ სასამართლოს დადგენილება. მე დღეს სასამართლოსთან მაქვს ერთადერთი კითხვა, როდინდან არის საქართველოს ეროვნული დროშის აღმართვა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. ერთადერთი მოლოდინი მაქვს, მოსამართლე სწორად შეაფასებს აღნიშნულ გარემოებებს და იტყვის, რომ გიორგი ფხალაძეს არ დაურღვევია არავითარი კანონი.